დავიწყოთ გაგრით, სადაც 28 გრადუსია და მზიანი ამინდი უმეტესად დღეს. სოხუმში 29 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა, აქაც მზიან ამის ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ზუგდიდში ასევე 29 გრადუსი და არაჩვეულებრივი ამინდი. რაც შეეხება მესტიას, აქ დღეს წვიმაა გამოცხადებული და 23 გრადუსი. ფოთში 27 გრადუსი, უმეტესად მზიანი ამინდია დღეს. რაც შეეხება ბათუმს, აქ 27 გრადუსი და ღრუბლიან ამის ვარაუდობენ სინოპტიკოსები. წვიმს ოზურგეთში, თუმცა 28 გრადუსი იქნება დღეს. ქუთაისში +30, უმეტესად ღრუბლიანი ამინდია. ამბროლაურში +27, აქაც უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება დღეს. რაც შეეხება ახალციხეს, 26 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა და წვიმაა გამოცხადებული. წვიმს ბორჯომში, სადაც 23 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ბაკურიანს, ბაკურიანშიც გაწვიმდება დღეს და 20 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა. გორში +29, უმეტესად მზიანი ამინდი. ცხინვალში +27, აქაც უმეტესად მზიან ამის ვარაუდობენ. სტეფანწმინდაში იწვიმებს და 18 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა. გუდაურშიც ასევე ნალექს ელოდებიან და 14 გრადუსს. თელავში გამოანათებს მზე +27 გრადუსი. რუსთავში +32 და უმეტესად ღრუბლიანი. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, 30 გრადუსი უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თუმცა უნალექო ჩაივლის დღე, რაც ყველაზე მთავარია. აი ასეთია მოკლედ ამინდის პროგნოზი. დიდი მადლობა ლაშა ამინდის პროგნოზისთვის. აი